უფლებადამცველთა გაერთიანებისა და ნანა კაკაბაძის დაპირისპირება შეაძლოა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს კაკაბაძის ციხეებში დაწყებულ არეულობასთან მისი კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტების გასაჩაროებას ან ბოდიშის მოხდა სითხოვს საჯლასრულების დაწესებულებაში. ამ დრომდე არ წყდება პატიმრების მასობრივი შიმშილობა. დღეს სუბარის უწყება მოშიმშილე პატიმრების პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნა, თუმცა მოგონებით ეს ინფორმაცია საიტიდან წაშალა. მოშიმშილე პატიმრების სია და დეტალური ინფორმაცია საჯელახსრულების სამინისტრომ ვებგვერდზე განთავსებიდან რამდენიმე საათში აიღო. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოშიმშილეთა უმრავლესობა სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის. სამინისტროს საიტზე ასევე დეტალური ინფორმაცია განთავსდა პატიმრების საქმეების შესახებ. საიტიდან ინფორმაციის წაშლა სუბარის უწყებაში უზუსტობებით ახსნეს. ჩვენ გამითავსეთ პერსონალური დატის ოფიცრის შენიშვნა, რომ იქ შესაძლებელია ეს არ ამბობს, ეს არის დარღვევა. ის ამბობს, რომ არ იყო სასურველი ასეთი იმას ამბობს, ასეთი განმარტება ხო და დაიწერეთ ახლა შენიშნები და შემდეგ სხვა ფორმით დაიწერა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შორის რამდენიმე გახმაურებულიც მოხდა. მათ შორის ირაკლი დოკვაძის საქმე, რომელიც სასჯელს ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდის. ამ სიაში მირზა გიგლემიანის გვარიც ფიგურირებდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით საპატიმროში თანამშრომლებმა სცემეს. პატიმრების ვინაობის და მათი საქმეების გასაჯაროება არასამთავრობო სექტორის კრიტიკის მიზეზი გახდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელებით კანონი დაარღვია. ეს კანონის მოთხოვნები, ვთქვათ, ამ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არ არის დაცული და ცალსახა სამინისტროსგან ამ კანონის მოთხოვნებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევა. ოფიციალური ინფორმაციით, გეგუთის ციხის გარდა, სადაც 1000-ზე მეტმა პატიმარმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, საჯელახსრულების სხვა დაწესებულებებში მხოლოდ 87 მსჯავრდებული შიმშილობს. თავად პატიმრები კი ამბობენ, რომ მოშიმშილეთა რიცხვი გაცილებით დიდია. აი ამჟამად რუსთავის მეშვიდე დაწესებულებაში ჩვენ მიახლოებით 500 ადამიანს შიმშილობთ რა. თუ მომკლავენ, შიმშილობთ რა, შიმშილს არ შეწყვეტა არანაირად. არეულობის ორგანიზებაში უფლებადამცველთა გაერთიანებამ დღეს ნანა კაკაბაძე დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საპატიმროებში არსებულ ვითარებას ნანა კაკაბაძე ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით აკონტროლებს. ნანა კაკაბაძე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისა, რომ რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს ესეთი კრიმინალური სამყარო. ეს ადამიანი უწყობს ხელს იმას, რომ მოხდეს რეამინირება ქურდული სამყაროსა საქართველოში. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ეს შავი ჭირი მოვიცილეთ. ნანა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაციას ბოდიშის მოხდა სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილს აპირებს. მას მოუწევს ან დაადასტუროს დოკუმენტურად მისი სიტყვები, ან მოიხადოს ბოდიში ამაზე, ან ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლოში. მასშტაბური შიმშილობა გეგუთის ციხეში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 1000-ზე მეტი პატიმარი მათი სასჯელის გადახედვას ითხოვს.